მე მგონი სწორად მოვედით და აი ამ ყველაფრით ალბათ ხვდებით თუ როგორ საინტერესო სტუმართან მოვედით. არ გვიღებს მე მგონი კარს. ბატონო არსენ, მოკლედ მოვედით არსენ გვენეტაძესთან და აი ისიც ბედნიერების ელჩი. მობრძანდი. ბატონო არსენ, არც ვიცი როგორ წარგადგინოთ, იმიტომ რომ პროფესორი, ქირურგი, მსახიობი, მომღერალი, ხართ მაინც. თავისუფალი მოქალაქე და ბედნიერების ელჩი. ნახეთ აი ეს არის ყველაზე საინტერესო და აუცილებელი. და სიყვარულის და ზრუნვის ელჩი. ზრუნვა და სიყვარული, ზრუნვა სიყვარულია, სიყვარული და ზრუნვა ბედნიერება. გავბედე და გავხდი ის ვინც ვარ. აი ესე რა ვიცი სხვანაირად. დამაბნიეთ თქვენ ახლა მე ფაქტიურად. იყოს მას. წავედით? წავედი. აქ არის ყველაფერი თქვენი ნამუშევრები, ხო სწორი ვარ? თავისი წარწერებით და მოდით ალბათ ავათვალიეროთ ეს ყოველივე სანამ გადავალთ უშუალოდ ინტერვიუზე. ჩვენ თუ ამის დათვალიერებას დავიწყებთ, ესე იგი თქვენ უნდა აიღოთ შეგულება. კი ბატონო, მაშინ მოწესრიგდები, აი ესე. ხო, მოწესრიგებული ჯობს. დიდი ხანი მოგვიწეს ჩვენ აქ ყოფნა, დიდი ბატონო. აბა გავაგრძელეთ. გავაგრძელოთ კი ბატონო. და ბატონო არსენთან გითხარით, ხო? ანუ აი ბედნიერებაზე სანამ უშუალოდ ბევრ რამეს ვიტყვი, თქვენთვის რა არის ბედნიერება? სიცოცხლე რომ გიხარი, ეს არის ბედნიერება. დღეს საერთო ჯამში ძეგლების საერთო რაოდენობა, როგორც გითხარით, ეიფელის კოშკის სიმაღლეს გადააჭარბა. ჩემს მიერ მსოფლიოში მიმოფანტოლმა საქართველოში ყველაზე მეტია რა თქმა უნდა, თუმცა თავიდან ვითვლიდი ქვეყნებს და მე რამოდენიმე ათეულზე რო ავედი 2000-ზე, არამერია უბრალოდ გავანებე თავი ამ ფლას. ეს არის ჯანმრთელი ნარცისი. ერიხ ფრომი ამბობდა, თუ ჯანმრთელი ნარცისი არ არის ადამიანში, ის პიროვნებად ვერ შედგა. კლასიკური ნარცისი მასზე ამბობენ რომ შურის შალითა, ანუ შურის ლაბადაშია გახვეული და სიყვარულის გამოსხივება გარეთ ვერ შეუძლია. ეს არის განსხვავება კლასიკურ არაჯანმრთელ და ჯანმრთელ ნარცისის შორის. ბატონო არსენ, ანუ ყოველთვის გამოიყურებით ძალიან ტრენდულად. ყურადღებას იქცევთ თქვენი ჩაცმის სტილით, დამეთანხმება ჩვენი ერთგული მაყურებელი. ერთხელ ერთ-ერთ საერთაშორისო შეხვედრაზე მკითხეს, თქვენი დიზაინერი ვინ არის? ფრანგები იყვნენ და ისინი და მე ვთხარი დოქტორ ეიჯი, ეს ვინ არის? არსენ გვენეტაძე მე ვთხარი. ნახეთ, არავინ დიზაინერი არ ამყავს. ვიცმევ და ასე ვთქვათ, ვემზადები ისე, როგორც მოგწონს და როგორც მინდა. როგორი ხედი იშლება, ლამაზი, თავისუფლად ემპათიის შუქურა. თანაგზნობა არის ბედნიერებაზე და სიყვარულზე. დაფუძნებული და ხედავთ ქარის მაჩვენებელი როგორ ტრია რომ დაგინახავთ სულ გაგიჟდა. აბა აქეთაც ვნახოთ რა ხდება. აქეთ არის სიცოცხლის სვეტები, 18 წელი სრულწლოვანება, 35 ახალგაზრდობიდან შუა ცხოვრება, 55 სიცოცხლის სიმწიფის ტკბობის სტარტი, ყველაზე საუკეთესო ცხოვრების პერიოდი იწყება 50-55 წლიდან. მანამდე არა? აი საუკეთესო იწყება, მანამდე არა რას ნიშნავს? ზოგადად სტანდარტულად, რატომ? შვილები გაიზარდა, სახლის ამშენებელი თუ იყავი ააშენე, ადგილი უკვე იცი. მანამდე ახალგაზრდობაში უამრავი სიტყვა და საინტერესოა, მაგრამ იქ სხვა შრომა, სხვა ფიქრია, ყოველდღიური და სხვა და იქ როცა გაიზარდა უკვე შვილი, უკვე სახლი თუ გამკეთებელი იყავი, ხედარგეო როგორც იტყვიან, უკვე იცი შენი ადგილი და სიმშვიდე გაქვს მეტი. ასე გააშიფრეს ფსიქოლოგებმა და. ბატონო არსენ, თქვენ ყოველთვის საუბრობთ, ასე რომ ვთქვათ, გულწრფელად, ხო? და განსაკუთრებულად უყვარხართ ქალბატონებს. მე ზუსტად ვიცი. საინტერესო დეფინიცია. კი, ბატონო, იყოს მას. საინტერესოა თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? ჩემი მთავარი სათქმელი ორ წინადობაში თუ გინდათ მოვხაზო, ძალიან მარტივად გეტყვით. ეს არის ღირსეული კანონურჩილება და თავისუფლებით ტკბობა, სხვისი თავისუფლების პატივისცემით. და ბოლოს მაქვს ერთი ასეთი კარგი ფრაზა, ერთ-ერთი ამ 8 წიგნი გამოუშვი 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და ეხლა მზადდება კიდე ტომეულები მზადთა გვაქვს, დღეს დილითაც მუშაობდი რედაქტორთან. დაახლოებით 11 წიგნს დავამატებთ, 19 წიგნი იქნება ამ თვის ბოლოს, ჩემს მიერ შექმნილი და ნახეთ, რატომ მოვიტანე ეს. ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა. ერთ-ერთ მათგანში მაქვს ასეთი ფრაზა და ძალიან მიყვარს. არ ვაუფასურებ ჩემს ცხოვრებას არც ზედმეტი დაუფასებლობით,
რომ არა, მე როგორ შევაფასებ ჩემსას და არც ზედმეტი დაფასებით. ვაფასებ მას ჩემი ხედვით პატივისცემით და ღირსეულად. რაც არ ხდის ბედნიერს იმას აღარ ვაკეთებ თქო და გულწრფელობა ნამდვილად მხდის ბედნიერს თქვენ თქვით რომ თქვენი ეს პოდკასტები არ იბუსტება და ეს არის ორგანული ანუ ცოცხალი დიახ ეს მხდის ახლა ძალიან ბედნიერს 63 წლის ასაკში და ეს ფრაზა არის ძალიან მომწონს როცა ჩემს ცხოვრებას როგორც ვაფასებ ისევე ვაფასებ სხვების ცხოვრებას და პატივისცემ მას აი საიდან წამოვიდა ეს იდეა რომ გამხდარიყავით ბედნიერების ელჩი და გაგებედნიერებინათ აი სხვებიც. და შემოსასვლელში ნახეთ რომ ერთ-ერთი ჩემი კომპოზიცია მადლიერებას ეწოდება. მადლიერება მზესავით თბილი ბედნიერება ესეთი დეფინიცია მაქვს ერთი, კიდაც მანტრა უწოდეთ. ხედავთ კედელზე 2018 წელს მიღებულ გადმოცემულ სიგელს თუ სერტიფიკატს ასე აწერია გერმანიაში მიუნხენში 2018 წლის, სადაც 500 კაცის წინაშე ერთ-ერთი ფილმის წარდგენის შემდეგ მოკლე სპიჩით რო გამოვედი, ჩემდა სრულიად მოულოდნელად ამ ხელმძღვანელმა ამ ორგანიზაციისა დამაჯილდოვა, უпроსტად სიურპრიზად გადმომცა და მასზე აწერია Doctor, Professor, Ambassador of Happiness. ექიმს, პროფესორს ბედნიერების ელჩს. არსენ გვენეტაძეს. მაშინ ასე ვთქვათ ოფიციალურად მეწოდა ბედნიერების ელჩი. ყველას გვინდა რასაკვირველია რომ ვიყოთ ბედნიერები, თუმცა ყველას ეს არ გამოდის. ძალიან მარტივი. აი როგორ უნდა მივიდეთ და როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება? ეხლა ესე იგი პირველი ჩემი იკიგაი, ანუ დარჩენილი ჩემი ცხოვრების მიზანი. პირდაპირ ესე ამას მე ყველგან ვამბობ, დაწერილი მაქვს ბერგზის და სხვა. უკეთესი გავხადო. სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურობა, ვიდრე ის იქნებოდა ჩემი ცხოვრების გარეშე. პირველ რიგში, ჩემთვის, უკეთესი ვისთვის ბატონო, ჩემთვის, იმიტომ რომ მე თუ რამე არ მაქვს, მე თუ არ მაქვს სიკეთე, ბედნიერება, სიხარული, პოზიტივი, მე თქვენ ვერ მოგცემ, მე ვერავის ვერაფერს ვერ მივცემ მაშინ. ესე იგი ჩემთვის და შემდეგ იქამდე სანამდესაც ხელი მიმიწვდება თქვა. ეს იკიგაი, ანუ ეს მიზანი როგორ სრულდება? ამ საღამოს 12 საათზე დასრულდება ჩვენს მიერ შექმნილი ჩემი კლინიკის მიერ სიცოცხლეების დათვლა 2025 წლისა. იმიტომ რომ ბოლო ქალი რომელიც თქვა 31-ში დაორსულდა მინიმუმ 2 კვირას ვაძლევთ 14-15 დღეს რომ პასუხი გვითხრას. ანუ 2-3 დღე აკლია ფინალს და უკვე 900-ს გადააჭარბა. წინა ჩვენსავე შედეგს 50-ით გადაუსწარით. 847 გქონდა შარშან და ეს იყო ჩვენი რეკორდი და წელს რეკორდების რეკორდი ჩვენივე ცხოვრების. ერთ სამუშაო დღეში 3 ან 4 სიცოცხლე შექმნა. ეს არის ბედნიერება. ბატონო არსენ, ეს ყველაფერი ანუ გამოცდილებამ მოიტანა აი წლებმა თუ თავიდანვე ასე ფიქრობდით, თუ თავიდანვე გიადვილდებოდათ მაგალითად აი პოზიტივის დაანახვა ადამიანების გაბედნიერება. ეგ კითხვა უკვე მილიონ ბარელ ნავთობზეც მეტია. ნახეთ, რა მოიტანა ამასინად ერთი 76 წლის ძვირფასი ქალბატონი იყო ქალბატონი მანანა მითხრა შეგიძლია ჩემი სახელი დაასახელო და საკციკში წარდგენისას ეს წიგნი რო გადავეცი რამოდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ ფსალმუნებად ლამის ძალიან განათლებული ქალბატონია მე ამ სივრცეშიც იყო ფსალმუნებად ვკითხულობო თითქმის ანუ ხშირად ვიმეორებო ამ მანტრებს და სხვა ეს პატარა წიგნია და ესო თქვენს ორსულებს უნდა მისცეთო რომ ბავშვებს წაუკითხონო მომავალ ბავშვებსო და უკვე რამოდენიმე ორსულს მივეცი მისი კარგი ინსპირაციით. ნახეთ, მან მითხრა რომ თქვენი ბავშვობაო როგორი იყო და ბავშვობა ჩემი იყო ძალიან კეთილშობილი ასე ვიტყოდი და ჩემი ერთ-ერთი ალბათ პლუსი ისიც იყო რომ ჩემი მშობლები დედა და მამა 19-20 წლისანი მე რო გავჩდი მუდმივად დაკავებული სტუდენტები მუშაობდნენ ბებომსდი და რომელიც 40 წლის იყო და ძალიან გონებრივად გაწონასწორებული ქალი იყო მე ტყიბულში დავიბადე გავიზარდე მარიამ მაღლაფერიძე მართლაც მაღლაფერიძე იყო და ისეთი კარგი ადამიანური სიბრძნეები ქონდა მოდიოდნენ ახლა ჩვენ საკუთარი სახლში და იმ უბანში ვცხოვრობდით და ახალი რძლები თუ სხვები და ეკითხებოდნენ მარუსა ბებია ამაზე რას მეტყვი მარუსა დეი და ანუ ბევრი კეთილშობილი შეგონებები და ის მშვიდი იყო წყნარი იყო მეც ესეთი შინაგანად გაწონასწორებული ჯერ ბავშვი მე რეხმაწვილი ვიყავი და ყველაზე მთავარი რამაც ჩემი გაგებით მოიტანა ორ რამეს გამოყოფდი 17 წელიწად ნახევრის
91 წელს 2 იანვარს თბილისში ჩაომიყვანეს და მარტო დამტოვეს მშობლებმა, იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ, მაშინ ტელეფონი არ იყო, ტელევიზორი არ იყო და რადიო არ იყო და არაფერი. გლდანში ვცხოვრობდით 13 წელი, ნახე მე ჩავაბარე და სხვა, მაგრამ მე თვითონ წვედი, რას ჩავიწვედი, როდის წავიდოდი, სად ვიმეგობრობდი თუ სხვა. ეს ერთი და მეორე კიბოს გადატანა მაი გუშინ რო გითხარით, ხელოვნურმა ინტელექტმა თქო მითხრა, რომ ეს აი ასეთი სიყვარული აღაპეს ეძახიან, აგაპეს მაშინ რა ქვიან ქრისტიანობაშიო, ანუ ყველას და ყველაფრის და ასე შემდეგ, ეხლა ზერ დღეში არ მოსულა, მაგრამ ამასო ხშირათო მძიმე რაიმე სტრესები სჭირდებაო და მძიმე სტრესი ჩემი კიბოს გადატანა იყო, როდესაც სიკვდილის თვალებში ჩავხედე. და ბოლოს ბატონო არსენ, აუცილებლად უნდა გითხრათ, თქვენ რისი თქმა გსურთ? რისი თქმა მინდა? აქ და ახლა ცხოვრებაში ამის მომენტი და ეს რომ თქვა, ამ პოზიტივს ეკუთვნის, მინდა გითხრათ, დიახ, აქ და ახლა ცხოვრების პრინციპი ერთ-ერთი ჩემი ნახატი ამასაც ამბობს, არის ის, რაც მინდა რომ გითხრათ. ცხოვრობ აქ და ახლა. მე მიღეთ ესეთი როგორიც ვარ. ვისაც გსურთ. ბევრი მადლობა. იყოს მას. მშვიდობებით და ერთი ტრადიციული ფოტო დაიჭირეთ ეს და აბა ვიღიმით ბედნიერი სახეებით, როგორც შეგეფერებათ თქვენ. ინებეთ ბედნიერება, აქ და ახლა.